საქართველოში ეზო ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სახლის გარშემო მიწა. ეს იყო კულტურა, ცხოვრების წესი და ოჯახის სახე. სოფლებში ეზო ოჯახის გაგრძელებად ითვლებოდა, სადაც ერთად ხარობდა ვაზი, ხეხილი, ყვავილები და ბოსტანი. აქ იზრდებოდა არა მხოლოდ მოსავალი, არამედ სილამაზის და წესრიგის სიყვარული. განსაკუთრებით გამორჩეულია იმერული კოპწია ეზოები, სისუფთავით, სიმეტრიით და სითფოთი. კახეთში ეზო ვაზის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. დასავლეთ საქართველოში კი ეზოებს ციტრუსები და უხვი სიმწვანე ამშვენებს. მეგრულ ეზოებში კი ხშირად ერთად ხვდები ხეხილს, ჩრდილიან გარემოსა და განსაკუთრებულ სტუმართმოყვარე ატმოსფეროს. მთიან რეგიონებში ეზო ბუნებასთან ჰარმონიაშია, ხოლო ძველ თბილისში პატარა ეზოებიც ნამდვილ ბაღებად იქცეოდა. წინა წლებში საქართველოში ტარდებოდა ყველაზე ლამაზი, მოვლილი და გამწვანებული ეზოებისა და რეგიონების კონკურსებიც, რაც ადამიანებს ახალისებდა მეტი ყურადღება მიექციათ საკუთარი გარემოსთვის და ეზოების მოვლის ტრადიცია გაეგრძელებინათ. ამ ინიციატივას მუნიციპალიტეტებისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მათაც მეტ მოტივაციას აძლევდა პარკების, სკვერებისა და სხვა საერთო სივრცეების გამწვანებასა და მოვლას ეისრუნათ. ეს ყოველწლიური ღონისძიება ნამდვილად ღირებული ტრადიცია იყო და ვფიქრობთ მისი გაგრძელება მომავალშიც აუცილებელია. დღეს ეზოს მოვლის კულტურა ისევ ცოცხალია და ამ საქმეში გვერდით გიდგას მწვანე სახლი. აქ ყველაფერს იპოვი, რაც შენს ეზოს სჭირდება, ხეხილის ნერგებიდან და ბოსტნეულის ჩითილებიდან დეკორატიულ მცენარეებამდე და ქოთნის ყვავილებამდე, ლანდშაფტის დიზაინიდან ეზოს სრულკეთილ მოწყობამდე.